კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი პოპულარიზაცია თაობებისთვის შემონახვა საზოგადოება ივერიისას კიდევ ერთი ეროვნული მისია. საზოგადოება ივერიისა ცდილობს ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო ახლოს და ღრმად გააცნოს ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობა. ამ კუთხით ჩვენ თანამშრომლობთ ქვეყნის წამყვან ინსტიტუციებთან და მათთან ერთად ვამზადებთ ძალიან მნიშვნელოვან პუბლიკაციებს. ეს პუბლიკაციები სწორედ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლებს წარმოაჩენენ და ჩვენს მოსახლეობას საშუალება აქვთ, რომ გაიცნონ და შეიმეცნონ ის საგანძური, რასაც ქვია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ის ფუნდამენტური ფასეულობები, რამაც ჩვენი ვინაობა განსაზღვრა. აქ წარმოდგენილი წიგნების ავტორები ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი და წარმატებული მეცნიერები არიან. საზოგადოება ივერიისას ხელშეწყობით შეიქმნა ეს წიგნიც. უნიკალურ გამოცემაში შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულმა საგანძურმა მოიყარა თავი. განსაკუთრებულობის აღსანიშნავად ისაც, რომ ისეთი რაოდენობა ოქროვერცხლის ხატებისა, როგორიც საქართველოშია, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არის. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ საქართველოს მეტალურგიული წარმოების უძველესი კერაა, იქამდე სანამ ქრისტეს მოძღვრება გავრცელდებოდა და განქრისტიანდებოდა ქართველი ერი, აქ მოყოლებული მე-3000 წლეულიდან უკვე ლითონის ნაკეთობების დიდი მრავალფეროვნება გვაქვს. წიგნში შესულია ამჯერად მხოლოდ ის, რაც თბილისშია და საქართველოს მუზეუმის და შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის საგანძურს შემადგენლობაში შედის. სამუზეუმო საგანძური, ესე ერთად თავმოყრილი, პირველად გაკეთდა ამ მასშტაბის. ამგვარი მოცულობის შინაარსისა და მასშტაბის კატალოგი პირველად გამოიცა. მასში სამუზეუმო საგანძურის 200-მდე ნივთია შესული. უნიკალური გამოცემის ავტორი მეცნიერი ნანა ბურჭულაძეა, რომელიც პროექტზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. საზოგადოება ივერიისამ, რომელმაც ესე უშურველად მოგცა საშუალება, რომ ვთქვათ, ყოფილიყო წიგნი დიდი, შესულიყო მასში ბევრი ინფორმაცია და ახლა ბოლოს უკვე წელს ახალი დამთავრებულია სრული თარგმანი ამ ტექსტისა ინგლისურად. წიგნი იძლევა ნათელ სურათს ქართველი ერის კულტურულ იდენტობაზე. მასში ასახული საეკლესიო ნივთები გვაჩვენებს მათი დამკვეთებისა და ოსტატების რწმენის სიღრმეს, ღვთისმეტყველებაში განსწავლულობას, ხელოვნების მაღალმხატვრულ გემოვნებასა და მრავალგვარი ტექნიკის ფლობას. საგანძური შესულია სასწავლო პროგრამებში და ყველასთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის უცხოელებისთვის. ამ კედლებსა თუ საცავებში დაცულია უნიკალური ხელნაწერები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა. საზოგადოება ივერიისამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის საგამოფენო დარბაზის ინვენტარით შეიძინა. წელიწადნახევარია, რომ ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ფონდი ივერიისა და გასაგებია, იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის სწორედ ქართული ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა და მისი პოპულარიზაცია. ხალხთან, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან უფრო ახლოს მიტანა ყველაფერი იმისი, რაც ჩვენს მართლა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ღირსებას წარმოადგენს. იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობა ეს არ არის მარტო კულტურა, ეს არის ერის თვითყოფადობა, ეს არის ალბათ მისი ღირსება და ივერიისა სწორედ ამას ემსახურება. გამოიცა წიგნიც ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა, სადაც დაცულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო და საუკუნოვანი ხელნაწერები. მაღალ პოლიგრაფიულ მონოგრაფიაში წარმოდგენილია მინიატურებიც. წიგნის წაკითხვა უკვე შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ინსტიტუტი მაინც დახურული დაწესებულებაა, ეს რეჟიმული დაწესებულება, იმიტომ რომ აქ ინახება უზარმაზარი საუნჯე ჩვენი, რომლის ხილვის უფლება ყველას არ აქვს. საცავებში ჩვენ ისედაც არავის არ უშვებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ამ საზოგადოებას, რომელმაც აი პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა და გამოსცა
ორ ენაზე წიგნი, რომელსაც ასევე ქვია ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა. ეს არის მხოლოდ ჩვენთან ცენტრში დაცული ხელნაწერების, საუკეთესო ხელნაწერების, საუკეთესო მასალის, ასე ვთქვათ, წარდგენა უცხოელი და ქართველი მკითხელისთვის. ქართული საუკუნოვანი საუნჯის გადარჩენა და მოვლა პატრონობა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. საზოგადოება ივერიისა. დატოვე შენი კვალი ისტორიის ახალ ფურცელზე.